მოგესალმებით ჩემო სურნელოვანო მეგობრებო, მე ვარ გიგი და დღეს ჩვენ ვართ ახალ დამწყებ იუთუბერთან ერთად, ბასტო ფანტასტოსთან ერთად. ვაა, ჟურნალისტმა და მე რა მართლა ირლა. ამონახდება მხარი დაუჭიროთ მის ახალ წამოწყებას. დღეს ბასტო შეაფასებს სუნამოებს ბრმად და დაალაგებს რიგითობის მიხედვით. რაც ბენიმ გააკეთა. რაც ბენიმ გააკეთა, ზუსტად იგივეს გააკეთებს. მე გააკეთებს. დავრეკე რომ ბენიმ რაც გააკეთა, მე გამაკეთებინეთ, იმიტომ კი არა რომ რაღაცა ვიდეო პროსტო მევასება ეს რაღაცები და დღეს რაღაცებს დავატესტინებთ და საწყის სუნამოდ, სანამ რამის ავიღებთ, გამოიწერეთ ჩვენი არხები და ლაიქეთ ვიდეო მოწონების შემთხვევაში. ბასტო თვალე უნდა დახუჭო. ერთი რისი თქმა შემილია ძმაო, თვალებში გიყურებდე, რის თქმა შემილია, ანუ ეგაა რომ იქ რაც დევს აქ არიდება, ხო არა? ყველა გამომიწევს. აი, ორ-ორად მაქვს და მომზადებული გაქვს. იმიტომ რომ მე ვყიდი სუნამოებს მილilitrებად ფშიკ წერტილი სტორზე. აი, პირველი სუნამო. ატომაიზერი, ოკეი. ერთადივე ჟანრია? ნუ, ჟანრობრივად კი. აი, ხო, მოდი, ამას ავიღებ, იმიტომ რომ უფრო ჟღერს. კი ბატონო. ჟანრი ერთადივეა. მოკლედ, წინა სტუმრის ფლეშბექები მოდის. ამოვირჩიე რასასი ეს ამოვირჩია ბასტომ რასასის ჰავასი Black, Greenly, ესა დემარლის Greenly. ეხოწები მართლა ისა რა ქვია. ხელები არ გაქვს რამდენი, ანუ ეს პურცლებს მაგათ ხელები გქონდეს. ვერ გამოვიფა. ბევრი ხელი რო გქონდეს ეს. 8 ადგილი შეიძლება რა, მე ვერ დავუკაჩოს. მე მაგაცები ხარ ერთად მივდივარ ხოლმე, ხო იცი, მაღაზიაში ხელები. მართლა, იმიტომ რომ პურცელი არ არსებობს პურცელზე. აუ, ძალიან კაი სუნი აქვს ამას. აუ, ბევრად კაი სუნი აქვს. მაგრამ ეს მართლა ჟღერს. ნუ ერთი დღე მიწლებს რა. ეს ხო? რასასი ჰავა. ეს უნდა მინდა ყველა ადამიანმა დატესტოს. სუნა მოვუძველე? მიჭერა. ой, რაღაცის ბენი შეიძლება მიმართო აქ და ბენი ძმა მომისმენე, ნუ 60 ჯერ მოიხადა ბოდიში, რომ არა ძმაო, ხო შეიძლება ის თქვენთვის შეიძლება იყოს უდე ჩემთვის ясно, ეგრე არის, ანუ სუნამოა რა. ხო არის თქვი ხა რომ აი ბოდიში რომ New Balance მირჩევნია, ძმაო დისის აუ ბევრად, ხო ვიცი რომ დისი უფრო ოფიციალურად რაღაცას, აი ოღონდ მეორე ღრმა მის, აი უყურე ზემოთ რაც არის არ მომწონს. სიმართლე გითხრა, აი ქვემოთ რაც მოდის მე აი ცოტა თუ ჩაუღრმავდები რაღაცა მოდის ისეთი სასიამოვნო. აი ხო გავიგე გასაგებია? ეს სად დავაყენო? არა, ჩამოვაგდებ საერთოდ. ბენესერის ჰაშაბის. ჯერ არ ჩავანაცვლებ ამას, იცი რატომ? იმიტომ რომ აზრი არ აქვს. აი ეს სუნამო რომც ჩავანაცვლო, მაინც ჩამოვარდება დარწმუნებული ვარ, იმიტომ რომ მაგრამ რომ მაინც რომელი გირჩევნია? აი ეს მირჩევნია, კი. და მირჩევნია, აუცილებლად, იმიტომ რომ ეს არ ანუ ფრეში არ ვარ ეგეთი ფრეშის არ თითქოს ფრეში არ უნდა იყოს აი ბლეკ რო არის უფრო ალბათ სურვილი აქვს რომ ძიმე აი ფრეში და თან აი ზამთრის ფრეში გაეკეთებინათ მაგრამ მაგიტომაც შეიძლება დავუკეთეს ის სუნამო ჰაშივატისგან უფრო მიდის ეს მე მირჩევნია ბატონო პირველად სუნამო და მაინტერესებდა საოცარი ეხლა ცოტა უკეთესად მინდა რომ დავსვი ხელი აღარ მაქვს, ფეხზე დავისხავ. აი, ბევრად ისე დახვეწილი სუნამოა რა. და ზოგადად ბრენდი არის, მაგრამ არ მგონია რომ ეს დარჩეს ახლა. ოაიმე, მაპატიე, მაგრამ ხო ეს ამაზე გითხარი დღეს გაკრას რა. ეს უნდა მოიცი, ამიტომ ფირი არ მომწონს მეთქი რა. არა. არა, ეს არა. ეს არ არის ჩემი ჟანრი რა. სადღაც ბავშვობაში ალბათ რაღაცა არ მომეწონა. აი შენ რომ ორეგანოს სუნი მაგაზიანებს ამ ინტერნეტშია. მე ეგრევე, აი თან ეგრევე ვცნობ ამ იმასაც გითხარი სუნამოდეც აქ რა და არა ნამდვილად კარგი სუნამოა მართლა. просто აი ხანუ სტილურად ან აი ეგ რაღაცა აი არ ვიცი რა არის აი ზოგი მაგას იმას ეძახის რა ქვია სარკმეულის ინსენს ეძახის მაგ ჟანრს მაგრამ მე მაგას ინსენსზე მეტად ვზნობ ბალზამურ რაღაცას აი რაღაცა ესეთ აი ზუსტად მახსოვს აი კაწერი რა დაფერა ესეთი პატრა სვანი წიწვებია რა ჩემ ბოლოდროინდელი ერთ-ერთი საყვარელი არომატი აუ კი კაია ეს ისა აი ეს არის ჩემი ზამთრის სუნამოებში ეს ჟანრი მომწონს ამას მიქჩემია მართლა გეუბნები ეს ალბათ სუპერს ბუდაპეშტი იქნება ან რაღაცა ლეველი ეს რა აი ეგ არის როზენდო მატეუს number 5 კარგი ახალი უმბრელეზერი თუ იცი ოდე უმბრელეზერი ჩათვალე ამის კლონია რა
აი, olfactivo expressions Barcelona. ან ბარსელონაში დამზადებული სუნამა. ეს არის ბოდიშის არ ჩამოვაგდებ მაგას, მაგრამ კარგი სუნი აქვს. მაგრამ იცი როგორი სუნი აქვს, ცოტა წყალასუნივით აქვს, ოდნავ რა ვიცი შეიძლება. აი, ეს არის დიზაინერული ბრენდი Zadigis This is him. ერთ-ერთი ყველაზე კარგი დიზაინერული არომატია. აი სუნამა სხვათაშორის. რა ჩემი ჟანრი არ არის. რა საინტერესოა. ვანასრულებთ ამას თუ მე და ხომ? მაშინ ეს არის Rasas's House Fire. აი ხა კაროჩე მივხვდები უკვე რომელია რა ანუ არაბული სუნამოს ხმით უკებიცანი და ის რა ქვია ძალიან ბევრი სუნი მოდის ანუ ამასაც ხო გახსოვს აი პროჯექშენი აქვს თქვენ ამასაც უნდა დავსუნე ისა აქ რა აუ ეგრო ფეთრა ეს არომატი არის სახელთან შესაბამისობას რა მოგახსენოთ Fire და რაღაც ისეთი სუნამო არ იქნება როგორც Fire უნდა იქნებოდეს მაგრამ კარგია თავის ბიუჯეტში სუნელი სუნია. ეს არის ბიუჯეტური ნიშური ბრენდი Alexandre J The Majestic Vetiver. ვეტივერის საგონთ ხა ვეტივერი და სხვანაირი ვეტივერი. ხო, ჩანსაღი ვეტივერი არა. ბალი ვეტივერი სუნი. ეს თქვენ რაღაცია და მე ეტყვი ამ სახელს. გეტყვი და ვერაფერს ეს დავასხე ბენის. წევლი და ამას მიხვდები. იცი რა გავს იცი? მე რომ აქ პარდონს გავს თავიდან რაც არ მომწონს პარდონში რაღაცა. ნახის მაჭარის თუ რაღაცა იმისია. ამაზეც იცი როგორია თითქოს აი მე სუნამებში მაქვს ხოლმე აი ყველა თქმის ბევრ სუნამოში გძნობ ვაშლს რა რამე რა. ვაშლი ხშირად არ არის რა. აი მაგალითად ვაშლს გძნობ იმაში რა ქვია, ოაჟანში გძნობ ვაშლს, რომელშიც ვაშლი არ არის, იმიტომ რომ აი რაღაცა აი ჩამარინადებული ვაშლის სუნი აქვს რაღაცას, რასაც მგონია რომ ვაშლია და ვაშლი არ არის. მომწონს. მაგრამ ამას დურო ხო. ვაი ნასონათ. პარდონს შეთან შედარება. ხო ბიჭო, ანუ ეგაა რაღაცა აქ, რაც ერთმანეთს გავს, აი ეს. ხო, ნასონათ აი ხა გამახსენდა დურო კი. ეს არის ჰიტას საყვარელი სუნამოს ხალხშორის როიცოდა. შენ რომ მაჩუქე დურო ჰიტას ვაჩუქე მე რა და ძალიან მოეწონა მასაც და მის რჩეულ ადამიანსაც და ეხლა ძალიან მალე წავა და იყიდეს. არ მწერს. ხო მივწერე, არ მომწერე. ეგ ბევრი წერს და მაგრამ მე უნდა მომწერე ხოლმე და მე კარგია, ნამდვილად კარგია. კი, ნასომატო დურო ჩემთვის ერთ-ერთი საუკეთესო არომატი, მაგრამ რა ვიცი, ჩემს ერგული ბევრ ადამიანს არ მოწონს და ის ხება კიდეც. სხვათა შორის ბენიმ რო თქვა, ბენისაც აქვს ნათქვამი კომპლიმენტი. ბენისის დაევასაც. ჰიტას ვაყიდე ალტაირის დააყენა ბენიმ ერთ-ერთი და მე ჰავასმა მოიგო. როგორ ატონა თემა იყო? ალტაირი აი როგორი რაღაცა იცი აი აი კარგი სუნი რა მერიტა შემოძლებელია ცუდი სუნია. ალტაირი რო გამოვიდა ახალი ის რო რელიზი რო იყო. ბევრ ადამიანს ვაყიდინე და წელს გახდა წლის სუნამი. მანამდე არ გავიგა. ხო, 24 საუკეთესო სუნამო გახდა ხალხის რჩეული გახდა ფრაგრანტიკას. აუ, კარგი რა სველი იყო და ეხა ცხვირზე მაქვს ეს. აუ, კარგი რა. ფუფ, ეხა რა მოხდა გეტყვით, მაგრამ ეს იყო სველი და გადასხმული, მაგრამ რომ დავით ცხვირზე მაქვს ეხა. აუ. აქეთაც უნდა დავსუნო. ეხა აქ ნასხია ეს სუნამო და ვამაყობ ჩემი გადაწყვეტილებით. ეს არის ესეთი სუნია რომ აი რომ გადასუნო არაფერი არ გამახსენდა ეს კონკრეტული. და კაი სუნამოა. მაგრამ არაფერი საკიდან ჩამოვართნას ეხა. ხო, ეს არის ბიუჯეტური ლომი. ლალიკის ანკრენუარ ელექსტრინუარი კაცი. კაცური. დენზელ ვაშინგტონს ასხია ხო ეგ სუნამო გამოცემ. მოდი და ოპერისპიროთ თავის ეშელონში ყოფის სუნამო. ვარდი. არა, ვარდი. სპაისებია. ყავი, სპაისები. აი სუნი. მომწონს. მაგრამ special occasions უნდა მოპროარ. სიმართლე გითხრა? ლამასე ფილინგი არ არის. არა. არც ერთ შემოგვიყვება. მაგრამ კაი სუნი აქვს, ნამდვილად კაი სუნი აქვს. საინტერესო სუნი აქვს, არა მოიღო ჯერ, კარგად მინდა რომ თქვა, იმიტომ რომ დამაინტერესა. ეს უფრო მომწონს ჯერჯერობით, მაგრამ აი ხა წარმოვიდგინე რომ ასხია რა.
შავებზე უნდა გისხას. ხო, შავებზე უნდა გესხას, სიცივე უნდა იყოს. არა, მეორეზე დავაყენებდი, მარტო იმიტომ რომ და მაინც საინტერესოს უნდა მო. კი, ხო. აფრიკული ტყავი. ესეთია, არ ვიცოდი, მაინტერესებდა ყოველთვის. არა, ძალიან სიმართლე გითხრა. აი, ეს ხო არის კაი სუნა. ნამდვილად კარგი სუნამოა, ვანილ, აი, ხო, ამბრა ეხა ვანილი, ვანილო არა, ხო, მიუხედავად მაგისა, რომ კარგი სუნამოა. მე ერთი წლის წინ ეს მერჩივნებოდა, ამას დავისხავდი, ამას ვატარებდი. და დღეს რა ვინც ვარ და როგორც ვარ, 100%-ით, აი 100%-ით ეს ძალიან მომეწონა. ჩამოვაგდებ კი, აუცილებლად. ეხლა კიდე უფრო თან dobats ხო არის, ანუ ყველა შეხედა მომეწონა სუნამო ისა ესა, მაგრამ შეიძლება უცებ აი რაღაცა სუნამოებია, რომელიც ანუ თავიდან კაია, მაგრამ მე უკვე აღარ მოგწონს რა, ბევრი სუნამო ეგეთი. ხარო გავიგე რომ მემო ვენდობი და ძალიან მაგარი სუნამო. ოღონდ რა თქმა უნდა, ახალგაზრდა ბავშვების სუნამო არ არის. არა, თინეიჯერებისთვის ნახდად არ არის. მაგრამ ძალიან მაგარი სუნამო. ან დედას ფიცარი ესეთი კაი სუნამო რო ვიყიდე. არა, აი ცალსახად, აი ყურე როგორ რაღაცა არის, რაც მაკლდა ეხა ეგ რაც დავტესტეთ, რაც მაკლდა. აი ხო იყო კაი სუნი, იყო ზოგი საინტერესო, იყო ზოგი რაღაცა, აი რაც მაკლდა რომ აი კარგი სუნამო, კარგი ბლენდი, აი რაც თქვი, ხო იცი, აი კარგად არის რა შეზელილი ერთმანეთში, ისე კარგად არის რომ აი თითქოს პროფესიონა, ბევრად მაგარი როჟა ამის პარფიუმერი, ერთი თავით მაღლა დგას, რომ რამე ან რაღაცა ვიდრე ამათ შეიძლება ამის პარფიუმერი ამასაც აქვს, ამასაც აქვს. თქო დომინიკ რუპიონია? არ ვიცი. რუპიონი თუა, მაგრამ მე ვასწავლე დომინიკ რუპიონი. ბედნიერი ვარ. მართლა იდეალური, ჩემთვის იდეალური სუნამო. ჩემთვის არის ეს იდეალური სუნამო. 10-დან 10. არ ჩემთვის იმენა აი აქ ერთადერთი 10-დან 10 ესა. საღო, ვინც გააკეთა. თუ გიყურებ. რა არის შანსი მოეჭველი გიყურებს. ხო ადერ ფრანგულ ტიტრებს. მე გადაარჩინა დღევანდელი ჩემი განწყობა ამ რაღაცამ აფრიკან ლედერმა, რომელიც მალე ჩემი იმაში იქნება, მაგრამ დაუაზრობა ეხლა რო ვიყიდი აფრიკან ლედერს. ბოლოს ნომერს დატესტოს აზრი დაეკარგა იდეა. რატო იქნებ ბაბში? მაგრამ სასწავლება შეიძლება მოხდეს. და ისევ რასასი ჰავასი გახდეს პირველი ოსანი. აქ შეიძლება ტრაგედია დატრიალდეს. არ დატრიალდება ტრაგედია. მაგრამ კაი სუნია. კაი სუნია. შამპუნი სუნია. Johnson's baby, yeah. არა, ფლაიგეთიც არა, მაგრამ მართლა შამპუნის სუნია. ხო. ესე შამპუნის სუნია, კაი. შენ კანი რო ახატია და ამის ძმა ყავს კოლექციაში რა. ეს უკვე მივხვდი. მე მივხვდი რა. აბა 9 PM-ი წითელი. შეო, ეგ არის დახურა. შეო, ანუ არა, იმ ძმაზე მურებელი. არ პირველად დავსუნე, მაგრამ ბასტოს აქვს მოკლედ ძალიან ისეთი ნარჩევი ნიშური კოლექცია და ნიშურებში თლად დაძმები არ არის, ფლენკერები არ იციან ნიშურ ბრენდებმა და 9 PM-ი აქვს. ეგეთ აი ზუსტად 9 PM-ს 9 PM-ი აღონ 9 PM-ს ვთქვი რომ რაში ვიყენებ 9 PM-ს გეტყვი, მაგრამ მაგალითად ზეწარს ვასხავ ხოლმე. და ის კამს, ანუ აი ბევრი არის, კაროჩე ბევრი და აი ესე ნამდვილად კაი სუნი აქვს, ყველას მოწ მართლა კარგი სუნი აქვს რა 9 PM-ს, აი ვერ იტყვი რომ ცუდი სუნი აქვს რა, ნამდვილად კარგი სუნი აქვს. მაგრამ ისეთი სუნი არა აქვს რომ აი შენ გემოვნება ხო მე დავიწყდა და რაღაცა რა. მაგრამ ნამდვილად კარგი შამპუნის სუნი აქვს. რა იდეაში 9 PM rebel არის ანანასი აქვს, ვითო ავენტუსი და ბაკარას ნარევი არის იმ 9 PM-დან ერთად. აი ბაკა შაფრანი მოჩიგს. კი. ეხლა დაждდა კიდევ უფრო გაშამპუნდა? არა. უკეთესი სუნი გამოგაიჩითა, მაგრამ სიმართლე გითხრა, ესეც მაგაში, ამასაც მაგაში გამოვიყენებთ. ამას უფრო მანაში გავასხამდი კისახოცებთან და ნასკებს რო ვაშრობ. მაგრამ არა, კარგი სუნამო, მართლა კარგი სუნამოა. ეს არავის არ ეგონოს რომ ამას ვაკნინებ და ნასკებ და რაღაცებს რომ ამბობ, მაგრამ ხო არა, მაგრამ ცვირი რომ დაავარდებული არის. ისე ვამბობ რომ ანუ ისეთი თემაა რომ არ მაკმაყოფილებს რა, ანუ კარგი სუნია, ნამდვილად კარგი სუნია. რომ ეს ხას ვიღაცას გამისწორდება, ჩემ გვერდზე ვიჯდეს ვისაც ასხია, მაგრამ აი აქ რაც თქვი რა, აი არ მაკმაყოფილებს, ანუ აი იმ რაღაცა fulfills არ მიკეთებს სუნა, რა აი ამან გამიკეთა fulfill ერთადერთი აქ რასაც ხედავ რა. დანარჩენი ეს ამას ისა აქ რა ქვია, თავიდან მოგითხე რომ აი პირველი აი ამას რომ ნასომატოებს რომ დაიხო თავიდან აქ რაღაცნაირი სუნა აქ რა, მე რო ჯდება, ხდება სუნამ.
ეს ამაშიც და იმაშიც რა ქვია, პარდონშიც რა და იმაში არა ნაკლებად ხა ერთადერთი ის უნდა მოვალე. ბლამაჟია რომელსაც არა იმიტომ რომ შემთხვევით შექმნილი ის უნდა მოვალე იდეაში. ხო და საინტერესო, აი ამან რაც მომცა, მარტო ამან მომცა რა. ეს კაისუნამო, ყველას კაისუნი აქვს ალბათ. გამარჯვებული გახდა მემოს african laser-ი ნამდვილად ღირსეულად. კლასით ალბათ იდეაში ნასომატოს დავუყენებდი გვერდით. ნასომატოს დავუყენებდი, ისეც დაუდგება ალბათ და BDK-ს და Rosendo Mateus. მოკლედ ღირსეული გამარჯვებული ყავს Bastos. Rosendo Mateus number 5 გავიდა მეორე ადგილას. პირველი, მეორე, მესამე, მეოთხე, მეხუთეზე მოდი წავიყვანოთ. ამას სუნი, მაგრამ ევასება მომწონს ეხლა რა დავსვიმე. მაგრამ ესეც აი ამ შამპუნებში მომაქ რა ვქნა. ბოდიში ვისაც ევასება. მაგრამ მართლა ეხლა რო ვიღაცას გვერდზე რო ეცხას იდეალური ძალიან გამისწორდება, მაგრამ ეს რო ვიღაცას ეცხას, ანუ მიუხვდები რომელი რაღაცა რა როჟა არის, უნდათ მარტივად ურჩევ. აი ეს ხას ვიღაცას რო გავიგო რომ ესასხია. მაგას ლაპარაკს საუბარს დავუწყებ პარფიუმერიაზე. ხო ხტები რა ვამბობ რა? ანუ ვაფასებ ამას ვისასხია, მაგრამ ეს ვინც სასხია, ეს ჩემიანია უკვე. კი, ენთუზიასტი არის და საერთოდ გამომდის. ასაგებია. ავენტუსი დავაყენოთ. მერე გავუშვათ ფაიერი არ ეს გავუშვათ მერე ალბათ ლალიქს. ამის იქით აზრი აღარ აქვს რა. ამის იქით აზრი აღარ აქვს. ამის იქით როგორც გინდა დაალაგეთ და მაშინ ის ორი დაიყვანე ბოლოს. აი მოდი ამას დავაყენებ. ამას უფრო ისეთ სუნი აქვს. ამასაც შამპუნის სუნი აქვს, ამასაც შამპუნის რო გავავს ერთმანეთს ბოთლითაც და იმითაც წილითაც მაგრა გავს. და მოდი ესე გავაკეთებ. მოდი. ეს ვქნათ. ზარის ხმაგესმის. ესე. როგორც აი როგორი სუნი აქვს ზე? ეკლესიის სუნი ხო არის? ოღონდ კათოლიკური ეკლესიის უნია, ანუ ქართული ეკლესიას ცოტა სხვა არა, ქართულ ეკლესიაში ცოტა აი თაფლისუნიცა სანკლის გამო იმის უფრო კარგი სუნია. ეს უფრო გოთური. კათოლიკური სუნი არ მევასება ეკლესიის. გოთური სუნია რაღაც გეტყვი. ამიტომ ეს არის სალათს მოუხდება ძალიან. ქართულ პომიდორებს, კიტრე პომიდორის სალათს მართლა გეუბნები, დედას ვიცა ვარ და აჯიკა იმენა წვანი აჯიკა. კი. ჩემს არის ზეთიანი რაღაც ხო ეგეთი ჰერბალ რაღაც. დაჟე ეს მირჩევნია. ეს გიჩვენე. ბოლოზე გავიდა ეს. ხო, არა, ანუ სუნამო და არაჩი მაგრად გაასწორებ და აი როგორ აი მე თუ მინდა რომ წარმოდგენა შევქნა რომ აი მაგალითად ცხოვრობ ოდაში, სადაც მე თვითონ ვაკეთებ ყველაფერს, არაფერს არ ვყიდულა, პომიდორი მე მომყავს. სუნელს მე ვაკეთებ, კინძი მე მომყავს, იმ კინძს მე უნაყავ, იმ რაღაც სანახში, ჩემი გოზი მაგ რაღაც აი ყველაფერს მე თვითონ ვაკეთებ, ვარ მიწასთან ახლო ადამიანი. აი მაგ გისუნამო რამე რა, ხო მართლა რა, ანუ თუნდაც არ მომხდები რა. ხო არა, კი. მაგრამ ჩემგან ძალიან შორი არის. ასე გამოიყურება მეგობრებო ჩვენი სია. პირველზე არის African laser-ი, მეორეზე Rosendo Mateus number 5, ნასომატოს დურო მესამეზე, BDK-ის გრიშარნელი მეოთხე, Rasasi Havas Black მეხუთე, შემდეგია პარფუმზე მარის Greenly, Zadigis Desishem, Rasasi Havas Fire, 9 PM Rebel, Ancre Noir Extreme, Rien Intense, Khashabis და Alexandre J-ის Majestic Petiba. მოკლედ, მადლობა Bastos ჩვენთან მოსვლისთვის. ძალიან საინტერესო იყო როგორც ყოველთვის. თქვენ კი მეგობრებო ყველა მოცემული სუნამო შეძენა შეგიძლიათ საიტზე shik.store გამოიწერეთ Bastos არხი, გამოიწერეთ ჩემი არხი. ამონაცდება Bastos. YouTube ახალი არხი აქვს Bastos. მე თუ მაკეთებ YouTube ეს რა მეცა მვმ YouTuberi ხო ხარ შე მე ვიღებ მე ვამონტაჟებ ერთკაციანი გუნდი ხო მე ვიღებ მე ვამონტაჟებ ნუ ხარ რა გუნდი ყავს და ამაკს სხვანაირად ვაკეთებ სრულიად აი მე ვიღებ მე ვამონტაჟებ ეს ანტონიმია ამაკი და პასტო არის მე ვიღებ მე ვამონტაჟებ მვმ გამოიწერეთ ამ კაცის მვმ არხი გამოიწერეთ ჩემი არხი და მომავალ შეხვედრამდე საინტერესო პოდკასტით დაგებრუნდებით შემდეგ გადავინეს ვიდეოში გადავინეს აქედან